თუ თქვენ ვარიატორს აქვს მსგავსი პრობლემები როგორც არის დადურის დროს დრაჟენია, აღმართზე ვერ ასვლა, ვერ წასვლა, აბაროტების გადატანა და ღმუილი და მანქანის ადგილზე დარჩენა. ამ შემთხვევაში კარგი ამბავი მაქვს. საშველი ნამდვილად არის. საშველი არის ENEOS-ის X Prime-ი, ვინც მიცნობთ და ძალიან ბევრი მიცნობთ. ძალიან ბევრს გამოუსწორე უკვე კოლოფი, მუშაობს ზე იდეალურად, რადგან კონკრეტულად ეს უნდა ჩაისხას ამ კოლოფებში. კი, ძალიან ბევრი იტყვის, რომ HMMF-ი ისხმება და დაგეთანხმებით, ნამდვილად HMMF-ი ისხმება, მაგრამ HMMF-ს ვინ ასხავს? ეს უკვე არავინ არ იცის. HMMF-ს ბიჭებო და გოგოებო, ასხავს კომპანია ENEOS-ი. ძალიან დიდი ხანი არის და ასხავს კონკრეტულად Honda-ს დაკვეთით. რაც შეეხება ესე ვთქვათ აბრევიატურას და რაც შეეხება კომპანიის სახელს, რომელიც არ არის მის ყუთებზე მითითებული, ეს იმიტომ არ არის მითითებული, რომ იაპონიაში შიდა ბაზრისთვის განსაზღვრულ პროდუქტზე სხვა კომპანიის ესე ვთქვათ ინიციალების თუ სახელის დაწერა არ შეიძლება. თუ გნებავთ გადაამოწმეთ, ძალიან მარტივია მაგის გადამოწმება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ესე ვთქვათ, შებრძანდეთ უпростоრად Google-ში და მოიძიოთ ინფორმაცია. ასევე საქართველოში Honda-ს ოფიციალური წარმომადგენლები რომ არიან და იქ საერთოდ რკინის შეფუთვებში არაფერი არ აქვთ და ესე ვთქვათ თეთრი წითელი თავსახურებიანი HMMF-ები რო არის HCF-ები და ასე შემდეგ. იმას აწერია რა თქმა უნდა ENEOS-ის ლოგო აკვირია დაბლა, რადგან ENEOS-ის ჩამოსხმული არის რეალურად. და კიდე განმეორდები რკინის შეფუთვებზე და კონკრეტულად აი ამ შეფუთვებზე, იმიტომ არ არის ENEOS-ის ლოგო, რომ ეს არის შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტი, რა თქმა უნდა თუ ორიგინალია. ჩინურები და რო გისხავენ ხოლმე და მაინც დრაჟენიას რო იტოვებს და 900 კილომეტრი უნდა გაიაროო და მერეო ცოტა გავლისო, მსგავსი რაღაც არ არის. ამას თუ ჩავასხავთ, აქედან როგორც კი გახვალ, მომენტალურად შედეგი ექნება. მომენტალურად შედეგი ექნება. ხარისხზე ვიძლევი გარანტიას. მაგრამ არის შემთხვევები, რომ ჩაგვისხია ეს ზეთი და მომხდარა ესეთი რაღაცა, რომ რაღაც პერიოდი უმუშავია, ეს არის ძალიან ჭუჭყიან კოლოფებზე არის საუბარი. ძალიან ჭუჭყიანი კოლოფი როცა არის, შიგნით რა თქმა უნდა იკეთებს ნადებს, როგორც ჩაი, ესე რომ ვთქვა და გინაყავა აიღე, ჭიქაში რო ჩაასხავ, რო დაასრულებ, შიგნით ნალექი ხო აქვს, ანალოგიური ნალექი აქვს კოლოფს, რა თქმა უნდა, დიდი ხანი როცა არის ნამუშევარი და დიდი ხნის გამოუცვლელი ზეთი არის დამწვარე. ეს აკეთებს, ანუ ფეირის ეფექტი გამოდის, ეგრევე იძახი ხოლმე, რომ ახალი ზეთი რო ჩაისხმება, გამორეცხავს თავიდან ბოლომდე, კედლებს გამოავლებს, ესე ვთქვათ, გააკრიალებს და საბოლოო ჯამში ისევე გაფუჭებულ ზეთად ითვლება რა, და მებნაენა. და აქედან გამომდინარე, გამოსაცვლელი ხდება ხოლმე თავიდან, ამას ყველას ვაფრთხილებ აუცილებლად. მნიშვნელობა არ აქვს, ორიგინალ HMMF-ს ჩაასხავ, თუ სხვა რამეს და გინდა ნებისმიერ კოლოფში, ანუ მნიშვნელობა არ აქვს კოლოფს. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია თუ დიდი ხნის გამოუცვლელი არის და იმ შემთხვევაში გამოიცვლება, გამოირეცხება აბსოლუტურად და შეიძლება 1 საათში ისევე გააშავოს ზეთი, თუ კოლოფი არის დაბინძურებული. ამასაც ყურადღებას ვაქცევ ხოლმე და ასე რომ თუ დაგაინტერესებთ მსგავსი სერვისი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან, რუსთავი, ქალაქი რუსთავი, აღმაშენებლის 69 და ჩავასხათ, მოვაგვაროთ თქვენი პრობლემა, ვაკეთებთ Honda-ს ნებისმიერ სერვისს. მოკლედ, გელოდებით ყველას. დროებით.